დღეს მინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე კარგ და ხშირად გამოყენებად ფორმულაზე, საძიებო სამისამართო ფუნქციაზე, VLOOKUP-ზე. VLOOKUP-ი არის ფუნქცია, რომელიც მონაცემებს ეძებს ვერტიკალური მიმართულებით, ზუსტი ან მიახლოებითი შესაბამისობებით. ეხლა მოდი განვავრცოთ, რას ნიშნავს ეს ზუსტი და მიახლოებითი შესაბამისობები და იმისათვის, რომ უფრო კარგად გავიგოთ, მოდი განვიხილოთ მაგალითი. როგორც ხედავთ, აქ მოცემული გვაქვს ცხრილი, სადაც არიან მყიდველები, სადაც არის ჩვენს მიერ გასაყიდი საქონლისა და მომსახურების ფასები, შემდეგ გვაქვს გადახდილი თანხების სვეტი, შემდეგ პროცენტი გვაქვს გამოყვანილი, რომელიც მარტივად არის გადახდილი თანხის გაყოფა მთლიან ფასზე, შემდეგ უნდა წამოვიღოთ ბონუსების საპროცენტო განაკვეთები და ასე და ამგვარად დავიანგარიშოთ ბონუსები. პირველ რიგში დაგვჭირდება VLOOKUP-ის გამოყენება ზუსტი დამთხოვებით. და გვაქვს დამხმარე ცხრილიც, ნახეთ, paid amount-ის ცხრილი არის აქ, სადაც მოცემული არის ინფორმაცია ზუსტად რომელმა მყიდველმა კონკრეტულად რამდენი თანხა ჩარიცხა. და აქ ამ შემთხვევაში ალბათ თქვენც მიხვდებით, რომ ზუსტი დამთხოვებით დაგვჭირდება მონაცემების წამოღება და დავწეროთ ფორმულა. VLOOKUP-ის სინტაქსი არის შემდეგნაირი, ჯერ უნდა მოვნიშნოთ lookup value და ჩვენთვის ეს იქნება პირველი მყიდველი. შემდეგ უნდა გადავიდეთ ჩვენს დამხმარე ცხრილში, paid amount-ის შიტზე და უნდა მოვნიშნოთ ის არეალი, სადაც მოცემული გვაქვს ინფორმაცია მყიდველებისა და მათ მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ეს არის ჩვენი table array. შემდეგ უნდა მივუთითოთ, რომელი სვეტიდან წამოიღოს ინფორმაცია და ამ შემთხვევაში გვჭირდება მეორე სვეტის მონაცემები და ბოლოს უკვე მივადექით იმ მომენტს, როდესაც ფორმულა გვეკითხება ზუსტი დამთხოვებით წამოვიღო თუ მიახლოებითი დამთხოვებით. True არის მიახლოებითი დამთხოვები და false არის ზუსტი დამთხოვები. ჩვენ გვჭირდება false. და როგორც ხედავთ, ჩამოვავრცელოთ, წამოიღო გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია და აქ უკვე მივიღეთ ჩვენი საპროცენტო განაკვეთები, ანუ რამდენი პროცენტი აქვთ მყიდველებს ბინის მთლიანი ღირებულებების ჩარიცხული. შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ უნდა წამოვიღოთ სხვა დამხმარე ცხრილიდან ბონუსების საპროცენტო განაკვეთები. ანუ გადახდილი თანხის საპროცენტო განაკვეთებს შეესაბამება ბონუსების რაღაცა საპროცენტო განაკვეთები. და როგორც ხედავთ, აქ უკვე დიაპაზონები გვაქვს მოცემული, სხვადასხვა დიაპაზონს შეესაბამება სხვადასხვა ბონუსის საპროცენტო განაკვეთი. დავწეროთ თავიდან VLOOKUP-ი. როგორც ხედავთ, პირველი მონაცემი ჩვენი lookup values-ი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რაც მივიღეთ წინა გაანგარიშებაში, ეს არის 82 და 59%, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დამხმარე ცხრილში ზუსტად ეს 82 და რაღაც პროცენტი არ გვაქვს მოცემული, ამიტომაც გვჭირდება ზუსტად, რომ გამოვიყენოთ მიახლოებითი დამთხოვები. მოვნიშნოთ ახლა table array-ში აი ეს ცხრილი და F4-ის დახმარებით გავყინოთ. შემდეგ მივუთითოთ მე რამდენი სვეტის მონაცემი გვინდა რომ წამოიღოს და მესამე სვეტის მონაცემი გვჭირდება და აქ უკვე ვირჩევთ true-ს. და როგორც ხედავთ, უკვე წამოუღო აქ შესაბამისი ბონუსის პროცენტები და ბონუსებიც დაანგარიშდა. მოდი გადავამოწმოთ 1-2 ცალი, თითოეულ საპროცენტო განაკვეთზე მოდი თითო მაგალითი გადავამოწმოთ. პირველი არის აი ეს 82 და 59% გადავამოწმოთ 1.5%-იანი ბონუსი რომ წამოუღო. ეს ჯდება აი ამ დიაპაზონში და სწორად აქვს წამოღებული. შემდეგ გადავამოწმოთ მოდი აი ეს 0% რომ აქვს. 0% ჯდება 0-დან 25%-მდე შუალედში და შესაბამისად აქ ბონუსი საერთოდაც 0-ია და სწორად აქვს წამოღებული. შემდეგ ეს გადავამოწმოთ 88 და 20%, რომელიც აი ამ დიაპაზონში ჯდება და აქაც 2% სწორად აქვს წამოღებული. როგორც ხედავთ, VLOOKUP-ის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირად შეგვიძლია და ამიტომაც არის ჩემი აზრით ეს ფორმულა ოქროსი და ძალიან კარგი.